მოგესალმებით შემოკარგებო, დღეს განვიხილოთ წილადებისა და შერეული რიცხვების გამრავლება და გაყოფა. მოკლედ გაგახსენებთ, შეკრება-გამოკლების დროს რა იყო ისეთი მნიშვნელოვანი, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, ის რომ ნიშნელები უნდა გქონდეთ ერთნაირი, მე რომ შევკრიბო ან გამოვაკლო წილადები და შერეული რიცხვები. ასეთივე შეზღუდვა აქვს გამრავლება-გაყოფასაც, მხოლოდ აქ შეზღუდვა არის ის, რომ შერეული რიცხვების გამრავლება-გაყოფა არ შეიძლება და ის, რომ ისინი გავამრავლო ან გავყო, ჯერ უნდა გადავაქციო წილადებად. მოდით ახლა ჩვენ ეს მაგალითებზე განვიხილოთ. როგორ გავამრავლო ერთი წილადი მეორე წილადზე? ეს ძალიან მარტივია. უბრალოდ პირველი წილადის ბრიცხველი უნდა გაამრავლო მეორე წილადის ბრიცხველზე, ნახეთ, 2 გავამრავლოთ 4-ზე და ნიშნელებიც ანალოგიურად პირველი წილადის ნიშნელი გავამრავლოთ მეორე წილადის ნიშნელზე. რა მივიღეთ? 8/21. ესე იგი, ძალიან მოკლედ. მრიცხველი მრიცხველზე მრავლდება, ნიშნელი ნიშნელზე მრავლდება. ეს არის სულ. აბა თუ შერეული რიცხვი მაქვს, მაშინ რას ვაკეთებთ? ვთქვათ, მაქვს 2/1/13. გავამრავლოთ, ვთქვათ 3/2/5-ზე. ესე იგი, რა ვთქვით, რა არის შეზღუდვა გამრავლება-გაყოფის დროს? შერეული რიცხვების გამრავლება-გაყოფას ვერ მოვახერხებ, ამიტომ ისინი აუცილებლად ჯერ უნდა გადავაქციოთ წილადებად, ანუ არაწესიერ წილადებად. მოდით ახლა 2/1/13 გადავაქციოთ წილადად, ხო? როგორ ხდება ეს? ესე იგი, ნიშნელი რა თქმა უნდა იგივეა და მრიცხველის მისაღებად, ნახეთ, ნიშნელი გამრავლდება მთელ ნაწილზე, მიღებულს დაემატება მრიცხველი. აბა კიდევ ერთხელ, ნიშნელი გამრავლდება მთელ ნაწილზე და მიღებულს დაემატება მრიცხველი. ეხლა მე ამას ჩავწერ აგერ, ნახეთ როგორ, ესე იგი, ნიშნელი, ანუ 3-იანი, გამრავლდება მთელ ნაწილზე, ანუ 2-იანზე და მიღებულს დაემატება მრიცხველი, ანუ 1-იანი. და მიიღება ასეთი წილადი. გამრავლებული მეორე წილადზეც იგივე ოპერაცია ჩავატაროთ, წილადად გარდაქმნის. ნიშნელი გადმოვიდა იგივე, ესე იგი, ნიშნელი, ანუ 5 გამრავლდება მთელ ნაწილზე, ხო? ანუ 3-იანზე. 5 გამრავლდება 3-იანზე და მიღებულს დაემატება მრიცხველი. ახლა ეს დაწერილი შეიძლება ზეპირად გააკეთოთ, მაგრამ ჯერ ახლა ავხსნათ. ესე იგი, ნიშნელი, მიაქცეთ ყურადღება როგორი მიმდევრობით წერ, ჯერ წილადის ხაზს გავუსვამ და ნიშნელს მოვიშორებ თავიდან, გადმომაქ. ეხლა მრიცხველს ვანგარიშობ, 3 x 2 6 და 1 7. გამრავლება გადმოვიტანოთ. ახლა მეორე წილადს წერ ხედავთ, წილადის ხაზი გავუსვი და ნიშნელს წერ ეგრევე. ახლა ნიშნელზე ვფიქრობ, მრიცხველზე ვფიქრობ. 5 x 3 15, 15 და 2 17. და ესე იგი, მე რას ვაკეთებთ? მრიცხველი მრიცხველზე უნდა გავამრავლოთ, ნიშნელი ნიშნელზე გავამრავლოთ. კარგით, ქვევით მივიღებთ 15-ს. და აქ რა გვექნება? 7x7 49, 4-ს ვიმახსოვრებ, 7 და 4 11. ნახეთ? 119 მე-15. ეხლა ეს არაკორექტული პასუხია. ამიტომ ის ისევ დავაბრუნოთ შერეული რიცხვის ფორმატით. აბა რას გავიხსენოთ ახლა? წილადის ხაზი რა მოქმედება? გაყოფა. ამიტომ მრიცხველი, ანუ ზედა რიცხვი, გავყოთ ნიშნელზე, ანუ ხაზის ქვედა რიცხვზე. რა თქმა უნდა, ეს ნაშტიანი გაყოფა იქნება. ხანდახან არ არის ნაშტიანი და პირდაპირ მთელი მიიღება. ნახოთ ახლა 119-ში 15 ზუსტად რამდენი ჩაეტება? 30, 30, 30, 2 4 6, კიდევ 1 7 15. გამოვიდა 7-ჯერ, ხო? აბა მოვსინჯოთ სწორი თუ არის? 7-ჯერ 5 35, 7 და 3 10.
ესე იგი რა დამრჩა აქა? 4, 14, ხო? 7 და 14 მე-15. ესე იგი ნიშნელი გადმოვიდა და მორჩენილი რიცხვი ნაშთი იქნება ბრიცხველის ადგილზე. ანუ ნახეთ, ჩვენ ახლა განვიხილეთ კიდევ რა? როგორ გადავაქციოთ შერეული რიცხვი წილადად და პირიქით არაწესიერი წილადი როგორ გადავაქციოთ შერეულ რიცხვად. ეს ნაწილი მე ცალკე არ განვიხილე, უბრალოდ აი აქ ჩავსვი, თუმცა შეიძლება ცალკეც განვეხილა და ჩავწერ ამის ცალკე ვიდეოსაც. ანუ საბოლოოდ რა მივიღეთ? პასუხი 7.14 მე-15. აბა კიდევ ერთხელ დავაკვირდეთ ჩემო კარგებო. ესე იგი, რა გავაკეთეთ ახლა ჩვენ? ერთი წუთით წითელი ფერი ავიღოთ. ესე იგი, 2.1/3 შერეული რიცხვი უნდა გავამრავლოთ 3.2/5-ზე, შერეულ რიცხვზე. ჯერ გადავაქციე შერეული რიცხვები წილადებად. 2.1/3 გადავაქციე წილადად და მივიღე რა? 7/3, არაწესიერი წილადი. ანალოგიურად მეორედ 3.2/5 გადავაქციე წილადად და მერე წილადი გავამრავლე ჩვეულებრივად წილადზე. ეს არის წილადის წილადზე და შერეული რიცხვის შერეული რიცხვზე გამრავლება, ჩემო კარგებო. რაც შეეხება გაყოფას, მხოლოდ ერთი პატარა ნიუანსია აქ დასამატებელი და გასათვალისწინებელი. რა? ეხლავე ამას გაჩვენებთ. ანუ ერთი წილადი რომ მეორე წილადზე გავყოთ, ხო, სანამ ამას გეტყვით, პატარა რაღაცა განვიხილოთ, საერთოდ წილადს ახასიათებს მისი შებრუნებული წილადის არსებობა. ნახეთ. ეს ხომ წილადია, ორიანი. მოდით ქვედა ნიშნულს დავწერ სხვა ფერით. აი ნახეთ. წითელი ორიანი არის მრიცხველი, ხაზის წერით. ლურჯი 7-იანი მნიშვნელია, ხაზის ქვემოთ. 2/7, ხო? ეხლა თუ მე მრიცხველს და ნიშნულს ადგილებს შევუცვლი, მივიღებ ამ წილადის, მოდი ესე ის არის გავაკეთოთ. რომ ტოლი არ იქნება. შებრუნებულ წილადს, ნახეთ, მრიცხველი ზემოთ მეწერა და მნიშვნელის ადგილზე დავსვი. მნიშვნელი ქვემოთ მეწერა და მრიცხველის ადგილზე დავსვი. ესე იგი, 2/7 წილადი რომ შევაბრუნო, მივიღე 7/2. ეს კარგად დავიმახსოვროთ, ეხა რაში გჭირდება. გაყოფაში ძალიან აუცილებელია ეს მომენტი ვიცოდეთ. ნახეთ. ესე იგი, მინდა უბრალოდ ერთი წილადი, ვთქვათ, 1/3 გავყოთ 2/5-ზე. წილადი რომ წილადზე გავყოთ, პირველი წილადი, ანუ გასაყოფი წილადი, გადავწეროთ. შემდეგ გაყოფის ოპერაცია შევცვალოთ გამრავლების ოპერაციით და მეორე წილადი შევაბრუნოთ. ანუ 5/2. რა მივიღეთ? მივიღეთ წილადის წილადზე გამრავლება. ესე იგი, წილადის წილადზე გაყოფა უნდა დავიყვანოთ წილადის წილადზე გამრავლებით. როგორ? მეორე გამყოფ წილადს შეაბრუნებ და გაყოფას შეცვლი გამრავლებით. ბოლოს და ბოლოს მივიღეთ რა? წილადის წილადზე გამრავლება, რომელიც ეხლახან განვიხილეთ. მრიცხველი მრიცხველზე მრავლდება და ნიშნელი ნიშნელზე მრავლდება. 3x2 6. აი ეს არის შემოკარგებო სულ. რა თქმა უნდა, ანალოგიურად არის შერეულ რიცხვებზეც. გადავაქცევთ არაწესიერ წილადებად და მერე ჩავატარებთ, ესე იგი, ზუსტად ასეთნაირად შებრუნებას. მეორე წილადისას მოკლედ და სწრაფად ეხა ჩვენ ეს დავწეროთ, განვიხილოთ. ესე იგი, ვთქვათ, მაგ 2/1/4 უნდა გავყო 3, ვთქვათ, 2/5-ზე. მოდით აქ 1 იყოს, რომ მე დიდი რიცხვები არ მივიღოთ, რომ სწრაფად წავიდეს გამოთვლები 1. ესე იგი, შერეული რიცხვების გაყოფა გამრავლებას ვერ ვახერხებთ, თუ ისინი არ გადავაქციეთ არაწესიერ წილადებად. აბა კიდევ ერთხელ, პირველი წილადი
გადავაქციოთ არაწესიერად, ესე იგი რას ვაკეთებთ? ნიშნელი გადმოდის, მრიცხველი მიიღება როგორ? 4-ჯერ 2-ს ვუმატებ 1-ს, 4-ჯერ 2-ს ვუმატებ 1-იანს. ესე იგი 4 გავამრავლოთ 2-ზე, ვუმატებთ 1-ს. ესე იგი ჩვენ ახლა ჩავატარეთ თან რა? შერეული რიცხვის გადაქცევა არაწესიერ წილადად. გავყოთ. აქაც ანალოგიურად ნიშნელი გადმოვიდა. 5-ჯერ 1-ს ვუმატებთ 2-იანს. აბა კიდევ ერთხელ 5-ჯერ 1-ს ვუმატებთ 2-იანს. ეხლა უკვე ჩავწეროთ მიღებული რა მივიღეთ რა წილადები? 4 ზევით არის 9, ხო? გავყოთ. 5 გადავიდა მნიშვნელი, 5-ჯერ 1 5, 5 კიდევ 2 7. ახლა რას ვაკეთებთ? უკვე გაყოფა უნდა შევცვალოთ გამრავლებით. პირველი წილადი გადადის უცვლელად, გაყოფას ვცვლით გამრავლებით და მეორე წილადი უნდა შევაბრუნოთ. ანუ გადავაბრუნოთ, ასე რომ ვთქვათ. ეხლა უკვე მარტივია, გავიხსენოთ წილადის წილადზე გამრავლება, რიცხველი რიცხველზე მრავლდება, ნიშნელი ნიშნელზე მრავლდება. ესე იგი რა მივიღეთ? 45 4-ჯერ 7 22. და ახლა ეს არაწესიერი წილადი, რომელიც არასტანდარტული ფორმაა, ჩავწეროთ სტანდარტული ფორმით, ანუ როგორ? შერეულ რიცხვად. იმიტომ რომ 45 მრიცხველი მეტი არ უნდა იყოს ნიშნელზე, ხო? აქ მთელია დამალული. გავიხსენოთ რომ წილადის ხაზი გაყოფა, 45 გავყოთ 28-ზე, ნაშთიანი გაყოფა იქნება, ხო? მოდი აგერ დავწეროთ. 28-ზე ალბათ მოთავსდება 1-ჯერ, გამოვაკლოთ 1-ჯერ 28 და რა მოგჩა ნაშთი? 15-ს გამოვაკლოთ 8, 7. აქ 3 დარჩა, 3, 2, 1. ესე იგი ნაშთი მორჩა რა? 17. ეს მორჩენილი ნაშთი იწერება მრიცხველში. ანუ ზუსტად მიღებული პასუხი მთელი დაიწერება მთელ ადგილზე. ნიშნელი გადმოვიდა უცვლელად გამყოფი და მრიცხველში დაიწერა რა? აი ეს ნაშთი 17. ესე იგი პასუხი რა მივიღეთ? 1.1722. აი ეს არის სულ ჩემო კარგებო და ერთ მომენტს შეგახსენებთ კიდე. წიგნებში გამრავლება გაყოფის დროს არის მოცემული კიდევ ცალკე წესი. ვთქვათ, წილადზე კი არ მრავლდება, წილადი ან შერეული რიცხვი მრავლდება, ვთქვათ, მთელზე. აი მოკლედ დაგიწერთ ახლა მაგას. ვთქვათ, 2/5 მინდა გავამრავლო რაზე? ვთქვათ, 3-იანზე. მე მაინც ასე გირჩევთ. 3-იანი წარმოვადგინოთ წილადის ფორმა მივცეთ. ნუ პირველი 2/5 გადავწეროთ, ისევ პატარა რედაქტირება ჩაუტაროთ ამ ჩვენ წილადებს და 3-იანი წილადის ფორმით იქნება იგივე 3/1. ნახეთ, 3/1-ზე გაყო მაინც 3-ია. ანუ ეხლა ჩემი თვალები უკვე ხედავს რას? წილადის წილადზე გამრავლებას და უფრო ადვილად ვახერხებ. ერთი წესი მაქვს დამახსოვრებული. 2-ჯერ 3 6, 5-ჯერ 1 5. ესეც სწრაფად გარდავქმნათ ახლა და გადავაქციოთ შერეულ რიცხვად. 6 რო 5-ზე გავყოთ 1, ნიშნელი გადავიდა და რა მომრჩა? 1-იანი. მივიღე 1.1/5. დროებით შემოკარგებო და კიდევ ბევრ სხვა კარგ ვიდეოსაც ჩაგიწერთ.